ძვირფასო სინათლის სულო. შეჩერდი ერთ სამით. ჩაისუნთქე ღმად. თუ ეს შეტყობინება იპოვე, ეს შემთხვევით არ მომხდარა. არსებობს უზარმაზარი ძალა, ზეციური ენერგია, რომელმაც შენი თითი, შენი მზერა სწორედ ამ მომენტამდე მოიყვანა. ანგელოზებმა შენს გულს ჩუმად ჩაუსისინეს, რადგან მათ აქვთ სასწრაფო და გარდამტეხი გზავნილი შენთვის. იცნობ იმ გრძნობას, თითქოს რაღაც დიდი მზად არის რომ შეიცვალოს, მაგრამ ვერ ხვდები ზუსტად რა. ან იქნებ სინძიმე, რომელსაც დიდი ხანია ატარებ, გაურკვევლობა, რომელიც ძილს გირღვევს, დღეს ეს გრძნობა აზრს იძენს. ზეცა უშუალოდ გესაუბრება, გაძლევს ნათელნიშანს იმისა, რომ მარტო არ ხარ და არასოდეს ყოფილხარ. ეს უბრალოდ კიდევ ერთი შეტყობინება არ არის. ეს არის ზეციური მოწოდება, გარდამტეხი მომენტი. სამყარო შენს სასიკეთოდ მოქმედებს და ანგელოზები ქმნიან დაცვის წრეს შენ გარშემო. ამზადებენ ნიადაგს იმ კურთხევისთვის, რომელსაც ასე ძალიან ელოდი. მათ მთხოვეს გადმოგეცა, რომ შენი რწმენა, ივენ თუ ის პატარაა, როგორც მდოგვის მარცვალი, ზეციურ ლაშქარს შენკენ ამოძრავებს. ის, რასაც აქ მოისმენ, ფლობს ძალას, რომ გახსნას კარები, დაამშვიდოს ქარიშხლები და შეათავსოს შენი სული შენს უმაღლეს მიზანთან. ეს არის სავსე სიყვარულით გაფრთხილება, რომ არ უგულებელყო ნიშნები, რომლებიც ყველგან გარს გარტყმულა. ნიშნები იმისა, რომ ზეციური დახმარება არასოდეს ყოფილა შენთან ასე ახლოს. ეს ძლიერ შეტყობინებაზე გაგრძელებამდე, გთხოვ აამყარე შენი ენერგია ამ წმინდა მომენტში. დატოვე შენი მომწონს, როგორც მადლობის ბეჭედი, რათა ეს სინათლე მიაღწიოს სხვა სულებს, რომლებიც ასევე ამას საჭიროებენ. გამოწერე არხი, რათა შეინარჩუნო კავშირი ღვთიური წყაროსთან და რათა სრულად გააქტიურო შენი ანგელოზური კავშირის ძალა, დაწერე რწმენით კომენტარებში. მე ღია ვარ ანგელოზების გზავნილისთვის. ამის გაკეთებით, შენ უზიარებ სამყაროებას, რომ შენი გული მზად არის მიიღოს, გალამაზდეს და აყვავდეს. მოემზადე, რადგან შენი ცხოვრება მალე შეხდება მადლი. ახლა, როდესაც შენი ენერგია დალაგებულია და შენი გული ღიაა, მოდი მივიდეთ იმ არსამდე, რასაც ანგელოზები დღეს შენთვის ამზადებენ. ისინი მაჩვენებენ ძლიერ სურათს. შენ დგახარ ოქროსფერი სინათლით შექმნილი პორტალის წინაშე. ეს პორტალი არაფრით არ არის საშიში, პირიქით, ის არის გზა შენი გათავისუფლებისკენ. ანგელოზები სულიერი სიცხადით ამბობენ. შენ მზად ხარ სინათლის პორტალის გასავლელად. რთული ციკლი, ტკივილის თავი, სამუდამოდ სრულდება და რაღაც განსაკუთრებული. შენი ყველაზე თამამი ოცნებებზეც კი უფრო დიდი, უკვე მოდის შენსკენ. ისინი გთხოვენ გაიაზრო ამ სიტყვის სიღრმე. იცი ის მდგომარეობა, რომელიც ენერგიას გიწავს, ის ურთიერთობა, რომელიც აღარ გაძლევს ძალას, ის ფინანსური შეშფოთება, რომელიც ღამით გაღვიძებს, ან იქნებ შეგრძნება, თითქოს ჩარჩენილი ხარ უმიზნო რუტინაში. ანგელოზები გიდასტურებენ. ამ ციკლის დასასრული დადგა. სამყარო გაიგონა შენი ლოცვები, იგრძნო შენი ცრემლები და გადაწყვიტა. დროა ახალი გვერდი გადაშალო. ისინი გთხოვენ არ ებრძოლო იმ ცვლილებებს, რომლებიც უკვე ხდება ან მალე მოხდება. შეიძლება ისინი შემაშფოთებელად ჩანდეს, იქნებ კარი მოულოდნელად დაიხუროს. ვინმე შენს ცხოვრებიდან მოშორდეს, ან გეგმები მთლიანად შეიცვალოს. ჩაისუნთქე ღრმად, ენდე. ანგელოზები ჩუმად ჩაგიჩურჩულებენ, ნუ ებრძვი ცვლილებებს. ისინი ღვთისხელი არიან, რომელიც შენი ცხოვრების გადალაგებას ახორციელებს შენი უმაღლესი სიკეთისთვის. ისინი არის ზეციური გეგმის ნაწილი, რომელიც ციდან განსაკუთრებული სიზუსტითაა შენთვის მომზადებული. რაც დასასრულად გეჩვენება, სინამდვილეში შენი უდიდესი გამარჯვების დასაწყისია. ჭია არ ებრძვის კოკონს, ის ნებდება, რადგან იცის, რომ ნებართვა არის გზა იმისთვის, რომ გადაიქცეს პეპლად. შენ ხარ ეს პეპელა. მზად ხარ კოკონის გასარღვევად და ფრენისთვის. იმისათვის, რომ ეს გაგება შენს სულში დაიმკვიდროს, მინდა ერთი წამით შეჩერდე, დახუჭო თვალები თუ შეძლებ და გაიმეორო ჩემთან ერთად, ხმამაღლა ან გულში. მე ვიღებ ღვთიურ გარდასახვას ჩემს ცხოვრებაში. ვათავისუფლებ ძველს და ვხსნი სივრცეს ახალისთვის. მზად ვარ. იგრძენი ამ განცხადების ჭეშმარიტება და ძალა. შენ სწორედ ახლა მისწიე ზეცას ნებართვა, რომ დააჩქაროს შენი კურთხევები. სანამ გარდასახვის ენერგია შენს არსში დაბინავდება, ანგელოზები ახლა გაძლევენ გზავნილ სუფთა იმედისა და ურყევი ნდობის შესახებ. მათ იციან, რომ ადამიანის გონება ხანდახან ეჭვობს. შიში ჩუმად ჩაგიჩურჩულებს ტყუილებს, თითქოს არაფერი გამოვა, თითქოს კურთხევა გადაიწევს, ან თითქოს არ ხარ ღირსი. სწორედ ამ ხმის გასაჩუმებლად მოდიან შენი ზეციური მცველები კიდევ უფრო ახლოს ამ მომენტში. ისინი გთხოვენ,
ისეთი სიყვარულით, რომელიც ნებისმიერი შინაგანი ქანიშხალს ამშვიდებს, ენდე ღვთიურ დროს, ენდე პროცესს. მაშინაც კი, როცა გარე სამყარო ქაოსურად ჩანს და შენი გარემოებები თითქოს იშლება, გაიხსენე ეს ფუნდამენტური ჭეშმარიტება. ისინი შეუჩერებლად მუშაობენ კულისებში. წარმოიდგინე შენი ანგელოზები, როგორც ზეციური არქიტექტორები, რომლებიც ახლებურად ალაგებენ შენი ცხოვრების თავსატეხის ნაწილებს. რაც დღეს დანაკარგად გეჩვენება, სინამდვილეში არის სივრცე, რომელიც იქმნება რაღაც ბევრად უფრო დიდისთვის. რაც გადადებად გეჩვენება, სინამდვილეში არის დრო, რომელიც საჭიროა, რათა შენი კურთხევა მოვიდეს მწიფე, სრული და სრულყოფილი სახით. ისინი აწყობენ შეხვედრებს, ხსნიან კარებს, რომელთა არსებობაც არც კი იცოდი და ამზადებენ სიურპრიზს, რომელიც ყველა შენს მოლოდინს გადააჭარბებს. ანგელოზები გჭიათ, რომ გაიგო, შენი ერთადერთი ამოცანა ამ მომენტში არის ნდობის ვიბრაციის შენარჩუნება. როგორ უნდა გააკეთო ეს? სიტყვის ძალით. ნათქვამ სიტყვას შეუძლია რეალობის ფორმირება. ამიტომ ისინი გთხოვენ განსაკუთრებულს. რწმენის აქტს, რომელიც დაამკვიდრებს შენს ზეცასთან პარტნიორობას. ისინი გთხოვენ ხმამაღლა გამოაცხადო ისეთი რწმენით, თითქოს უკვე ფლობ იმას, რაც გეძლება. ახლავე მე ვიღებ იმ კურთხევებს, რომლებსაც სამყარო ჩემთვის ამზადებს. ჩაისუნთქე ღრმად და ისევ გამოაცხადე, გრძნობით, თითქოს ყოველი სიტყვა შენს გულში იმკვიდრებს ადგილს. მე ვიღებ სიუხვეკლას, სიყვარულს და მშვიდობას, რომლებიც ჩემსკენ მოდიან. ეს განცხადება ძვირფასო სულო არის დეკრეტი. ის არა მხოლოდ გაერთიანებს ღვთიურ გეგმასთან, არამედ მუშაობს როგორც სულიერი მაგნიტი, რომელიც აჭკარებს შენი გამარჯვების გამოვლინებას. შენ ამ წუთას უთხარი სამყაროს: დიახ, მზად ვარ, დიახ, ღირსი ვარ, დიახ, ჩემი გული ღიაა. ნუ შეაფასებ უმნიშვნელოდ იმას, რაც ახლა გააკეთე. სწორედ ამ წამში დაბრკოლების ენერგიები დაიშალა და შენი კეთილდღეობისკენ მიმავალი გზა კიდევ უფრო ნათელი და ნათელი გახდა. ნდობა არის ოქროს ხიდი შენი ლოცვასა და ზეციური პასუხის შორის. გადადი ამ ხიდზე. ახლა, როცა უკვე მიიღო გარდასახვა და დაამყარე ნდობა, ანგელოზები გაძლევენ პრაქტიკულ და სავსე სიყვარულით სავსე მიმართულებას. ღვთინური გარდასახვა არ გთხოვს, რომ შენი ხელების ძალით მთები გადააადგილო. ის გთხოვს, რომ რწმენით შთაგონებული პატარა მოქმედებები გააკეთო. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მოქმედება მიმართულია შენსკენ. იყავი კეთილი საკუთარი თავის მიმართ. ანგელოზები ხედავენ შენს გზას, იცნობენ შენს ბრძოლებს და ყველაფერზე მეტად ხედავენ შენი გულის სიწმინდეს. ისინი გთხოვენ, რომ სარკეში შეიხედო მათი თვალებით. აპატიეს საკუთარ თავს შეცდომები, გაუშვი ბრალი და ტვირთი წარსული გადაწყვეტილებების გამო. შენ საუკეთესო გააკეთე იმ ცოდნით, რაც მაშინ ჰქონდა. ყოველი შეცდომა იყო გაკვეთილი, ნიღბით დაფარული, აუცილებელი საფეხური, რომელიც აქამდე უფრო ძლიერად და უფრო ბრძენად მოგიყვანა. ჩუმად გაიმეორე საკუთარ თავთან. მე ვპატიობ საკუთარ თავს, მე ვთავისუფლდები. ამავე დროს იზეიმე შენი გამარჯვებები, როგორი პატარა არ უნდა ჩანდეს ისინი. იზეიმე ის სიძლიერე, რომ დღეს საწოლიდან წამოდექი. იზეიმე ის სიკეთე, რომელიც უცნობს გაუზიარე. იზეიმე ის გამბედაობა, რომ არ დანებდი. ყოველი პატარა გამარჯვება არის მოწმობა შენი გამძლეობისა და ღვთიური ყოფნისა შენს ცხოვრებაში. მადლიერება იმისთვის, ვინც ხარ აქ და ახლა, ამაღლებს შენს ვიბრაციას და იზიდავს კიდევ უფრო მეტ მიზეზს სიხარულისა და ზეიმისთვის. ეს არის მომენტი, როდესაც უნდა დათესო ის თესლები, რასაც ყველაზე მეტად ისურვებ. მაგრამ გააკეთე ეს ახალი ცნობიერებით. ნუ დათესავ სასოწარკვეთისა და შფოთვის თესლებს. დათესე იმედის და დარწმუნებულობის თესლები. რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში? თუ ახალ სამსახურს ისურვებ, ნუ გაგზავნი რეზუმეს უარყოფის შიშით. გააგზავნე იმ რწმენით, რომ სწორი შესაძლებლობა უკვე გზაშია შენსკენ. თუ სიყვარულს ისურვებ, ნუ ეძებ ვინმეს მხოლოდ იმისთვის, რომ სიცარიელე შეავსოს. იზრუნე საკუთარ თავზე ისეთი სიყვარულით, რომ გახდე მაგნიტი ისეთივე სრულფასოვანი სიყვარულისთვის. ყოველი მოქმედება, როგორი პატარა არ უნდა იყოს, როცა რწმენით არის გაკეთებული, არის ძლიერი თესლი. და ანგელოზები გარანტიას გაძლევენ. ენდე რომ ზეცა ყოველს მათგანს რწყავს.
ისინი ზრუნავენ აღმოცენებაზე. შენი ნაწილი არის სიყვარულით დათესო და იზრუნო შენი სულის ბაღზე. ზრდა და ნაყოფი კი გარანტირებულია ღვთის მიერ. ძვირფასო სულო, დღეს ის გზავნილი უკვე მიღებულია, მაგრამ შენი გარშემო ანგელოზების ყოფნა მხოლოდ გაძლიერდა. ისინი გიმოსავენ სინათლის, შვიდობისა და დარწმუნებულობის შალით. წასვლამდე მათ გააქვს ბოლო თხოვნა, მარადიული მოგონება, რომელიც შენს გულში უნდა შეინახო. არასოდეს დაგავიწყდეს, რომ შენ ხარ ღრმა, უსაზღრო და სამუდამოდ საყვარელი. შენ ხარ ღვთიური ნაპერწკალი, სინათლის ძვირფასი არსება შემოქმედის თვალში და შენი ანგელოზები არასოდეს მოგიცილებენ. ამ ჭეშმარიტების სულში დამტკიცებისა და დღეს გააქტიურებული ყველა კურთხევის შეძახილისთვის დაწერე მთელი რწმენით კომენტარებში. მე ვენდობი ანგელოზებს და ვიღებ მათ კურთხევებს. ყოველი კომენტარი ხდება სინათლის წერტილი, ქმნის ძლიერ ენერგიის ნაკადს, რომელიც აკურთხებს არა მხოლოდ შენ, არამედ ყველას, ვინც ამას წაიკითხავს. გახსოვდეს, სინათლე მრავლდება, როცა ის გაზიარებულია. გააზიარე ეს შეტყობინება ვინმესთან, ვინც გიყვარს, მეგობართან ან ოჯახის წევრთან, ვისაც შესაძლოა ჭირდება იმედის ნიშანი. შენი გაზიარება შეიძლება იყოს პასუხი ჩუნლოცვაზე. დასტური იმისა, რომ ეს ადამიანი არ არის მარტო. იყავი ანგელოზი ვინმეს ცხოვრებაში დღეს. და რა თქმა უნდა, ნუ დაგავიწყდება გახარება ვიდეოზე თუ ის შეეხო შენს გულს და გამოწერე არხი, რათა განაგრძო ღვთიური გზავნილების მიღება, რომლებიც გაძღვანენ შენს დღეებში, გაანათებენ შენს ღამეებს და გამყარებენ რწმენას. ყოველი ჩვენი ახალი შეხვედრა იქნება პორტალი მეტი სიბრძნისა და ღვთიური სიყვარულისთვის. გაეცანი მშვიდობას, რომელიც ახლა გიმოსავს. ჩაისუნთქე ღრმად და გაიგე, რომ გარდასახვა უკვე დაიწყო. თესლები დათესილი ნდობა აღდგა და შთაგონებული მოქმედება გაძღვის. შენ იმავე ადგილას ხარ, სადაც საჭიროა იყო. მოსალოდნელი ღვთური გზავნილის აღსასრულამდე ანგელოზები გისურვებენ მშვიდობას, სიყვარულს, სიუხვეყლას და ბევრ სინათლეს შენს გზაზე.